მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს, უღმესი მადლობა რომ გამოწერეთ გაკეთეთ ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ თუნდაც გაგეცნობთ მე ვარ კატო. გეტყვით რომ 1 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით იქნება ფასდაწყება პირად ურთიერთობების დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით და ასევე სრულ დიაგნოსტიკაზე, ანუ სრული დიაგნოსტიკა იქნება 70 ლარი, ხოლო პირადი ურთიერთობების დიაგნოსტიკა იქნება 50 ლარი. და დღევანდელ გასვლას რაც შეეხება, მოდით გავაკეთოთ, რა შემოვა უეცრად თქვენს ცხოვრებაში, უეცრად, რა იქნება ის, რაც შემოვა თქვენს ცხოვრებაში, იყოს ორი ვარიანტი, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მოდით იყოს ესეთი ჯადოქარი, პირველი, მე მგონი ჩანს, და მეორე ვარიანტი იყოს, მოდით ესეთი ფენიქსი. აი ესეთი ფენიქსი. პირველი ვარიანტი ფენიქსი, ბოდიში და მეორე ჯადოქარი. ნახოთ, ვინც აირჩია ფენიქსი, რა შემოვა. რაღაცა საბუთები მოგვარდება თქვენს ცხოვრებაში, შესაძლებელია ვიღაცისთვის ეს იყოს უბრალოდ ხელისთხოვნაც, რაღაცა დაოჯახების მდგომარეობაც, გადაწყდება თქვენს ცხოვრებაში სიტუაციები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის. სიტუაციები, რომელიც შესაძლებელია იყოს როგორც საბუთებთან დაკავშირებით, ასევე პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით. ეს იქნება თქვენთვის საკმაოდ ისეთი მდგომარეობა, რომელიც სასიამოვნო იქნება, ხო, რა თქმა უნდა, როდესაც ყველაფერი ლაგდება და მშვიდდება. ნუ ვიღაცისთვის ყოველ შემთხვევაში შეიძლება იყოს ის მომენტიც, როდესაც ვთქვათ, პარტნიორი არ აძლევს გაყრის მდგომარეობას, ხო, ანუ ესე ხელს არ გაწერის არ მდგომარეობას და ამ შემთხვევაში ესეც, ანუ ეს არის მდგომარეობა, რა შემოვა, ეს არის მდგომარეობა, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი საბუთების საკითხები ლაგდება. ვისთვის რა საბუთებია, ნუ ეს უკვე სხვა საკითხია. ნახოთ, მეორე ვარიანტისთვის რა იქნება, რა შემოვა თქვენთან უეცრად. რაღაცეები დაიწყება თავიდან. რა დაიწყება თავიდან? რაღაცა სიმსუბუქე შემოვა თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა უფრო მარტივად დაინახავთ, შეიძლება ითქვას მდგომარეობებს, რაღაცა მდგომარეობებიდან გამოდიხართ, აქ მე ესე ვიტყოდი. ნუ აქაც თქვენი პრინციპებისკენ სვლა, თქვენი წარმატებისკენ სვლა, ხო, აი რა შემოვა. ნუ ტრანსფორმაცია რო შემოდის თქვენს ცხოვრებაში კი არა და რო მთავრდება ის რთული პერიოდი, ეს ფაქტია. თქვენ გადიხართ ახალ სიტუაციებში, ახალ მდგომარეობაზე, სადაც თქვენთვის ყველაფერი იქნება უკვე ისე დალაგებული, როგორც თქვენ გინდათ. ეს იქნება მდგომარეობა, აი ესე ვიტყოდი, რომ აქამდე თუ თქვენ რაღაცა ტრანსფორმაციას გადიოდით, აი ამ ტრანსფორმაციას ასრულებთ და სიახლეებისკენ მიდიხართ, უფრო